7-თვიანი ლოკდაუნის შემდეგ დადარის კარიც გაიღო, ძრავად ჩაირთო და თამაშიც დაიწყო. იყო ძიების პროცესი, გარკვეული ყავა შესაძლებლობებში, ამეთვისებინა სხვადასხვა საქმიანობებს, საბოლოო ჯამში დავწუნდი იმაში, რომ მარტო ის უნდა მეკეთები, რაც ძალიან მეყვარებოდა. 14 კაციანი გუნდი ვართ დღესდღეობით, ხედან 5 განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანი, 5 იძულებით გადაადგილებული პირი და ჩვენ ერთად ვაკეთებთ იმ საქმეს, რომელიც ძალიან გვიყვარს. ისე გამოვიდა, რომ 3 წლის წინ ერთი წამოიწყო და რამდენიმე კარგი საქმე ერთდროულად გამოუვიდა. აქ დადარში ხის ეკოლოგიურ და ხარისხიან სათამაშოებს აკეთებენ. ვინც აკეთებს იმასაც ხომ გააჩნია. პირველი ვინც არჩილმა საწარმოში მოიყვანა აკაკი იყო, მერე გიო, კრისტი, დუტა, პეტრე. შეზღუდული შესაძლებლობების პირებთან ერთად დევნილებიც დასაქმდნენ. ის რომ სოხუმელია არასდროს არ ავიწყდება. მერე რა რომ 1 წლის იყო, როცა იქიდან წამოვიდა. 1 წლის ვიყავი, როდესაც მოგვიწია გადმოსვლა თბილისში. არ მიყვარს ხოლმე ხო, ვერ ვიტან წუწუნს და არაფერი მსგავსი. პირიქით ყველას მინდა мотиваცია მივცეთ. ბოლოს როდის ნახე ადამიანი, რომელიც არ წუწუნებს, არ მახსოვს. დღეს უკვე ჰუალინგის დასახლების სრულუფლებიანი მოქალაქეა. აქვეა სახლიც და საწარმოც. დადარი რას ნიშნავს? დადარი ეს არის ეპითეტი და ნიშნავს შესადარს, მისადარს, კარგ დარს. დადარი 2500 ლარი საკუთარი და მეგობრების დანადგარებით დაიწყო. პროდუქტი იმდენად პასუხობდა ხარისხს და სტანდარტს, რომ მალევე სათამაშოები ექსპორტზე გავიდა. ინტერესი იმდენად დიდი აღმოჩნდა და ბაზარი ისეთი მზარდი, რომ საწარმო უკვე გაფართოებას და გაზრდა საჭიროებს. ჩვენ რამოდენიმე პარტნიორი გვყავს უცხოეთში, გერმანიაში გვყავს 3 პარტნიორი, გვყავს იტალიელი პარტნიორი, ასევე გაქონდა ამერიკაში. სანამ აქამდე მოვიდო და იყო ძიების წლები. სატრანსპორტო მანქანათმშენებლობაზე სწავლობდა. მალევე მიხვდა, რომ მის ცხოვრებაში მარტო ხელფასი არ იქნებოდა მთავარი. საქმე უნდა ყვარებოდა. ბოლოს მაინც იპოვა ის, რაც ყველაზე მეტად მოსწონდა. პროფესიული კოლეჯი დაამთავრა. სადურგლო საქმე წამოიწყო. მალევე შეთავაზებაც მიიღო სათამაშოების წარმოება. მთავარი პირობით დასაქმებულთა ნაწილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უნდა ყოფილიყო. ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რაც კი მივიღეო, ასე ამბობს. დადაში გარემოც განსაკუთრებული შექმნეს. აკაკი ახლა დაზგაზეთ მუშაობს, ხესაც ჭრის. მეორე რამ შეიცვალა მის ცხოვრებაში. მერე მოვიდა ქრისტო, დუტა, გიო, პეტრე. წიმა რომ არა დღეს სასეირნოდ აპირებდნენ წასვლას. დღეს მარტო ძველი ფოტოების დათვალიერებით შემოიფარგლენ. მახსოვს ერთ-ერთი შეხვედრა ეს მოხდა პროფესიულ კოლეჯში, სადაც გავიცანი ჩვენი შემდგომში ჩვენი პირველი დასაქმებული აკაკი ფეიქრიშვილი, რომელმაც გვაჩვენა თუ როგორი მონდომებით სწავლობდა, როგორ ცდილობდა შეეცვალა თავის ცხოვრება, როგორ უნდა შეეძინა ახალი პროფესია, რომლითაც გააკეთებდა საქმეს, უკეთესობისკენ შესწავლიდა თავის ცხოვრებას. ბედნიერი ვიყავი 1 წლის მერე, რომ დაურეკე, ვინახულე, აუხსნელის გაკეთებას ვაფირებდი და ვთხოვდი, რომ შენთან ძალიან გაუხარდა. დედამის არ ეჭერა, რომ უყვებოდი ამ ყველაფერს. თავიდანვე შეთანხმდნენ ხარისხზე, უმაღლესი და ეკოლოგიურად სუფთა. ამ შეთანხმებას დღესაც იცავენ. დანადგარების დაამატეს, რაც არ ჰქონდათ, თვითონ გამოიგონეს. პირველად პროდუქცია ამერიკაში გაიტანეს. თავიდან 50 სახეობის 20 ცალი სათამაშო გაგზავნეს. მალე ახალი დაკვეთა მოვიდა. ასე მოხდა გერმანიაშიც. იტალიაში კი ქუჩის ბაზრობიდან მოხვდნენ. თბილისში ქუჩაში დიპლომატიური მისიით მყოფმა ქალბატონმა აღმოაჩინა. მერე საწარმოს ესტუმრა, ნახა, დარწმუნდა და გზაც გაუკვალა. ეხლა გერმანიისთვის ვამზადებთ 6000 კუბიკი გვაქვს ასე მზადებ. ყველა სათამაშოს თავისი ფუნქცია და დანიშნულება აქვს. კონცენტრირება, მოთმინება, მიზანი, მოტორიკა. ყველა დეტალი ფსიქოლოგთან და სპეციალისტთან თანხმდება. საბოლოო ტესტირებას ბავშვები თამაშით გადიან. დადარის სათამაშოებში ბავშვების დროინდელი სათამაშოებიც აღმოჩნდა, მაგრამ არსებობს დადარის სტატისტიკაც. ეს არის ცხენი, რომელსაც ფორბლები აქვს და სხვადასხვა ძალიან საინტერესო სტატისტიკა გვაქვს. ამ სათამაშო ძირითადად ყიდულობენ ბაბუები თავის შვილიშვილებისთვის. ეს არის ძალიან კარგი საშუალება თერაპიის, ეს არის ძალიან კარგი საშუალება კოორდინაციაზე მუშაობის, ეტაპ მიღწევა, ეტაპობრივად მიღწევა სასურველი მიზნის, ბავშვი ამ კუბიკების ერთმანეთზე დალაგებით სწავლობს და გამოიმუშავებს მოთმინების უნარს, მიზნისკენ სწრაფვას, უარჯიშდება მოტორიკა, უარჯიშდება დაკვირვება. მაგიდას მიუსხდნენ, შეღების პროცესი ყველაზე მეტად უყვართ. ახლა უკვე სრულიად უსაფრთხოც არის. ცოტა ხნის წინ ეკოლოგიურად სუფთა საღებავები ბუნებრივი საღებავებით შეცვალეს. არჩილსაც ყველაზე მეტად ახარებს. წარმოება მთლიანად ადგილობრივია, მაგრამ დადარის პროდუქციას ადგილობრივი მაღაზიების თაროებზე ვერ ნახავთ. მაღაზიაში შესული პროდუქცია 70% იზრდება. ამიტომაც საკუთარი ონლაინ მაღაზიით შემოიფარგლა. ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ მარკეტებზე შესაძლებელია ჩვენი სათამაშოების შეძენა, მაღაზიებში ჯერჯერობით არ შეგვაქვს.
ვინაიდან ისედაც ძვირფას პროდუქტს მაღალი საპროცენტო განაკვეთი ემატება, როდესაც მაღაზია ყიდის 25 ლარამდეა სათამაშოების ფასი, თუმცა მაღაზიაში შეტანის შემთხვევაში მათი ფასი დაახლოებით 70%-ით იმატებს. ახლაც გადასაღებ მოედანზე იწყება თამაში. ყველას არჩილთან უნდა, ყველას თამაში უნდა. რა გასაკვირია, სათამაშოების საწარმოში თამაში რომ უნდათ.